დიქტატურის პირობებში ნადგურდება არა მხოლოდ სწავლა-სწავლის პროცესი, არამედ ნადგურდება ადამიანური ურთიერთობების, კოლეგიალური ურთიერთობებიც და რაც მთავარია, იკარგება ხშირ შემთხვევაში პატივისცემა იმ ადამიანების, ვინც ერთდროს მოქმედი ლექტორების პროფესორები იყვნენ. სამწუხაროდ მე-20 საუკუნეში ამის გამოცდილება გვაქვს და იყო შემთხვევები, როცა უნივერსიტეტის პირველი თავის პროფესორებსა და დამაარსებლებს გაუდგნენ თავიანთი ყოფილი სტუდენტები, რომლებიც იმ დროს უკვე საბჭოთა პერიოდში იკავებდნენ ლექტორის თანამდებობებს. და ძალიან იშვიათი იყო გამოსარჩლების, კოლეგიალური თანადგომისა და სოლიდარობის განცდა დიქტატურულ უნივერსიტეტში. მხოლოდ და მხოლოდ აკაკი შაინძეს ეყო მაგალითად 1920-იან წლებში იმის განბედაობა, რომ დაეცვა თავისი მასწავლებელი ივანე ჯავახიშვილი და მიხეილ ზანდუკელი. მხოლოდ ესეთი მიკროისტორიები გვაქვს სამწუხაროდ მე-20 საუკუნის ისტორიიდან და აუცილებელი არის რომ არ მოხდეს იგივე რაც მოხდა გასულ საუკუნეში და ისტორია არა მხოლოდ წარსულია, არამედ მომავალისკენ გაფრთხილებაც არის.